აი ეს ლურჯი ასოებით არის მრავალსტრიქონიანი კომენტარი. ანუ ამ სამი ბრჭყალიდან ამ სამ ბრჭყალის ჩათვლით, რაც წერია მრავალსტრიქონიანი კომენტარია, რაც უკვე ვიცით, ეს არის ერთსტრიქონიანი კომენტარი, ანუ კომენტარებს პროგრამა არ კითხულობს, ეს მხოლოდ ჩვენთვის არის პროგრამისტებისთვის. შემდეგ speed-ი გვაქვს მითითებული 0, ანუ speed-ი 0 არის ყველაზე მაღალი სიჩქარე Q-ს და რადიუსი არის თავიდან 10-ის ტოლი. ანუ რადიუსი ამ შემთხვევაში აქ არის ცვლადი და ცვლადი გატოლებული არის 10-ს თავიდან. შემდეგ ისევ კომენტარი არის მწვანე ასოებით, შემდეგ ფენაფი არის რომ Q-მ კალამი აიღოს, როგორც ვიცით Q დასაწყისში არის კანვასის ცენტრში, ანუ აი აქ, სადღაც დაახლოებით ამ წერტილზე. სადღაც აქ, ანუ x და y კოორდინატების შუა წერტილზე, რომელიც 0 და 0 არის კოორდინატებით. შემდეგ set position-ი არის რომ როდესაც Q კალამს აიღებს, გადავიდეს ამ პოზიციაზე, ანუ x პოზიცია იყოს 0 და y იყოს -200. ანუ ქვევით ჩამოვა სადღაც დაახლოებით აი აქ. შემდეგ pen down-ი არის რომ დადოს კალამი, ანუ აქამდე რაც შევხვდე, ეს ყველაფერი წინა დავალებებში გავლილი გვაქვს. შემდეგ აქ ისევ კომენტარი არის და შემოდის ახალი ბრძანება while-ი. while-ი არის სანამ და რა გვაქვს condition-ი, ანუ პირობა რა გვაქვს. if-ი გავიარეთ წინა გაკვეთილებზე, წინა ვიდეოებში. if-ი ასრულებს ერთხელ შემოწმებას, ანუ ერთხელ ამოწმებს if-ი, ხოლო while-ი ამოწმებს იქამდე, სანამ ეს პირობა იქნება ჭეშმარიტი. ანუ while-ი ყოველთვის ამოწმებს ამ პირობას და სანამ ეს პირობა ჭეშმარიტი იქნება, მანამდე ასრულებს აი ამ მოქმედებას, ხოლო if-ი ამოწმებს ერთხელ და თუ ერთხელ იქნება ჭეშმარიტი, მაშინ შეასრულებს ამ მოქმედებას. და while-ი მუდმივად ამოწმებს ამას და სანამ ეს პირობა ჭეშმარიტი იქნება, მანამდე შესრულდეს while-ში ჩაწერილი მოქმედებები. while-ში ჩაწერილი მოქმედებები რას ნიშნავს ახლა? ნახეთ, while-ის ბოლოში ხომ არის ორ წერტილი. ორ წერტილის შემდეგ აი ეს კოდი არის ტაბით შიგნით შემოსული. ანუ აი ასე არ არის while-ის გასწრები, ხო? შიგნით არის ტაბით შემოსული. ამიტომ ამას ნიშნავს while-ში ჩაწერილი კოდი. ანუ ეს კოდი არის while-ის ტანი. თუ აქ რაიმეს დავწერ, მაგ შემთხვევაში ისე while-ს ეკუთვნის, მაგრამ თუ მე shift tab-ით უკან დავწევ კურსორს და აქედან დავიწყებ უკვე კოდის წერას, მაგ შემთხვევაში უკვე ის კოდი while-ს აღარ ეკუთვნის, while-ის ტანს. კარგი, ესე იგი პირობა განვიხილოთ, აქ condition-ი განვიხილოთ, ესე იგი while-ი გავიგეთ რომ სანამ რა რადიუსი ნაკლებია ტოლია 200-ზე. ანუ სანამ რადიუსი, ანუ თავიდან გვახსოვს რომ რადიუსი 10-ს უდრის და სანამ რადიუსი ნაკლებია ტოლია 200-ზე, ანუ 200-იც რო გახდება, მაშინაც შეასრულებს აი ამ მოქმედებას. მანამდე რას აკეთებს? სანამ ესე იგი რადიუსი ნაკლებია ტოლია 200-ზე, მანამდე გააკეთე წრე რადიუსის მქონე რადიუსით. ანუ რადიუსი ამ შემთხვევაში არის ცვლადი და თავიდან გააკეთებს 10 პიქსელი რადიუსის მქონე წრეს. შემდეგ რას ვეუბნებით? ნახეთ, რადიუსი უდრის რადიუს პლუს 10. ანუ ამ შემთხვევაში რადიუს ცვლადი გახდება, რაც იყო, იმას დაემატება კიდევ 10. ანუ ამ შემთხვევაში თავიდან თუ რადიუსი 10 იყო, 10 დაემატება 10 და აი აქ უკვე გახდება 20. შემდეგ შემოწმდება ისევ ეს პირობა, ანუ სანამ რადიუსი ნაკლებია ტოლია 200-ზე, ანუ აქ ხო 20 გახდა, ანუ 20 ნაკლებია ტოლია 200-ზე, კი ბატონო 20 200 ნაკლებია და ისევ გააკეთებს წრეს, უკვე 20 რადიუსი პიქსელის მქონე წრეს გააკეთებს. შემდეგ რადიუსი გახდება რადიუს დამატებული კიდევ 10, ანუ 20 დამატებული 10 გახდება ისევ რადიუსი, ანუ 30 გახდება აქ. შემდეგ ისევ შეამოწმებს while-ში თავიდან შევა რადიუსი ნაკლებია ტოლია 200-ზე, ანუ 30 ნაკლებია ტოლია 200-ზე, კი ბატონო ეს პირობაც ჭეშმარიტია და ისევ შესრულდება ეს და მუდმივად განმეორდება, სანამ რადიუსი არ გახდება 210-ის ტოლი. ანუ როდესაც რადიუსი გახდება 200-ის ტოლი, მაშინაც გააკეთებს ამას და უკვე 210-ის ტოლი რომ გახდება, 210 აღარ არის ნაკლები, არც ტოლი არ არის 200-ზე და ამიტომ აღარ გააკეთებს ამას და დაასრულებს კოდი მუშაობას და თუ რაიმე აი აქ გვექნებოდა კოდი დაწერილი, მაშინ აქედან გააგრძელებდა უკვე მოქმედებებს. აი, გავუშვათ, ესე იგი, ხედავთ აქ, რასაც აკეთებს, აი აქ, ხედავთ, რასაც აკეთებს.
ანუ პატარა წრე, მერე 10 პიქსელით იზრდება რადიუსი, მერე კიდევ იზრდება და ასე შემდეგ, აი, დახატა ეს. ნუ 0-ს თუ არ მიუთითებთ და მოდი აქ 10 მიუთითოთ, უფრო შევხედავთ, რომ იზრდება, ხო? მეტი აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის, ახალი აქ არის while არის სანამ condition-ი, ანუ ეს პირობა ჭეშმარიტი იქნება, მანამდე შესრულდება ეს კოდები, რაც while-ში წერია და რაც while-ს ეკუთვნის. გადავედით შემდეგზე, next-ს დავაჭირეთ.